მოგესალმებით ძვირფასებო და კარგებო ჩემებო. მოდი გავშალოთ თქვენთვის ასეთი გაშლა ვნახოთ, ხომ რას ფიქრობ პიროვნება თქვენზე. ჩაიფიქრეთ პიროვნება, სახელი გვარი, დაბადების წელი, თვე და რიცხვი, თქვენი სახელი და გვარი, დაბადების წელი, თვე და რიცხვი და ენერგობალანსისთვის არ დაგავიწყეთ ჩემი ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ენერგო ბალანსის გაცვლისთვის ერთმანეთში. ჩემო ძვირფასებო, ამიტომ დაალაიქეთ ვიდეო და გამოვიწერეთ ჩემი არხი. მით უმეტეს თუ ხშირად usმენთ ამ ჩემს გაშლებს, მით უმეტეს რომ უნდა გამოიწეროთ და დაალაიქოთ ვიდეო, ხო? კომენტარებიც არ დაგენანოთ, დაწერეთ, ყველაფერი დაწერეთ. როგორ არის ყველაფერს საკითხავთ კითხულობ და უდიდეს მადლობას გიხდით ყველას აი ესეთი კარგი და ლამაზი სიტყვებისთვის, რაც ჩემთვის გემეტრებათ. ნახოთ, რას ფიქრობს თქვენზე თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. რას ფიქრობს თქვენზე? ნახოთ. იგი ამ არკანების მიხედვით აი შეხედეთ გაჩვენოთ ეს არის ცხრიანი თასები, ეშმაკი, სამიანი ხმალი, პენტაკლების დედოფალი და იმპერატრიცა გვაქვს ჩვენ ფონად, ხო აი ესეთი ლამაზი იმპერატრიცა, ამას გადავდებ და შეხედეთ ამ არკანებს, ხო? ცხრიანი თასები, ეშმაკი, სამიანი ხმლები და პენტაკლების დედოფალი. მოდი ასე ვთქვათ, აი ამ არკანების მიხედვით შემიძლია თქვა, რომ პიროვნება ფიქრობს, რომ თქვენ ასე ვთქვათ, მაღალი ღირებულების დამოუკიდებელი და მიმზიდველი ქალბატონი ბრძანდებით, რომელიც აერთიანებს სულიერ სითბოს, ფიზიკურ მომხიბლელობას და ასე ვთქვათ, გონიერებას, ხო, მათ შორის ის გრძნობთ, როგორც აი თქვენ გრძნობთ, როგორც ემოციური კმაყოფილების წყაროს ცხრიანი თასებიდან გამომდინარე, ხო? განიცდის თქვენს მიმართ ძალაზე, ასე ვთქვათ, ძლავრნებას და მიზიდულობას, რომელიც მისთვის თითქმის კონტროლის დაკარგვასთან ასოცირდება და ყველაფერზე ჩვენ გვესაუბრება ეშმაკის არკანი, აი ესეთი ეშმაკის არკანი. ამავდროულად შინაგანად შფოთავს პიროვნება, რომ შეიძლება დაკარგოთ და დაიკარგოს ეს კავშირი, ან უკვე დაიკარგა, იმიტომ რომ სამიანი ხმლები, ასე ვთქვათ, უკვე დაშორების არკანიც არის და დაცირების არკანიც არის და აქედან გამომდინარე ამაზე შფოთავს, რომ შეიძლება ან დაშორდეთ, ან უკვე დაშორდეთ ერთმანეთს და ასე ვთქვათ, ხედავს თქვენში პერსპექტივას, როგორც სერიოზული ზრუნველი პარტნიორის, ვისთანაც შესაძლებელია სტაბილური კავშირი ჰქონდეს და დაამყაროს პენტაკლების დედოფლიდან გამომდინარე, ხო? აი რეალურად პენტაკლების დედოფალი, ანუ რას გვეუბნება თქვენ მისთვის ხართ მიწიერი სტაბილური ქალი და თქვენ შეგიძლიათ მასთან ერთად შექმნათ მყარი კავშირი, ხვდებით, ვისაც შეიძლება რომ პიროვნება დაიყრდნოს, ანუ ხო აქეთ აქეთ ფიქრობს რომ დაგიყრდნობათ და ძალიან სტაბილური და ძალიან საიმედო პიროვნება ხართ, ხო? ხედავთ როგორც ადამიანს, ვისაც შეუძლია გახდეს აქ ვიტყოდი ესეთ რამეს ცოლური ტიპის ფიგურა რა, აი ცოლთან ასოცირებული ტიპის ფიგურა, პარტნიორი ვისთანაც მშვიდად იძნებს თავს, ხო? ეს არ არის მხოლოდ ნება მისთვის, ეს არის მისი ხედვა მომავალშიც, ხო? სამიანი ხმლები კაფიოდ გვეუბნება იმაზე, რომ ფიქრისას თქვენზე მოდის შიშები და ტკივილები, შესაძლოა ეს იყო წარსულის ტკივილი, თქვენი ურთიერთობის ასე ვთქვათ, შიგნით არსებული დაძაბულობა, ან შესაძლებელია გამოუთქმელი სტყვებიც იყოს ამ სამიანი ხმლებიდან გამომდინარე, ხო? ეს არკანი გვიჩვენებს, რომ როცა ფიქრობს თქვენზე გულში, ასე ვთქვათ, შიშები უჩნდება პიროვნებას და იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც უკვე დაკარგა, ან შესაძლებელია დაკარგავს ამ ყველაფერს მალე. ანუ შიშია რა თქვენ დაკარგოს, მოკლედ ეშმაკის არკანიდან გამომდინარე პრინციპში ეგრევე გვეუბნება, რომ თქვენ თავნება აქვს, მიჯაჭვულობა და უკონტროლო სურვილები აქვს, თქვენზე არა მხოლოდ ემოციურად, არამედ ფიზიკურადაც ძალიან დამოკიდებულია და მასზე ძალიან მოქმედებთ ამ ორი, ასე ვთქვათ, ფაქტორის და მიხედვით, ემოციების მიხედვით და ფიზიკური თემიდანაც გამომდინარე, მისთვის ხართ, ასე ვთქვათ, შეუჩერებელი მიზიდულობის წყარო, მაგრამ ამავდროულად შესაძლოა შიში აქვს ასევე იმის, რომ დამოკიდებული გახდება
თქვენზე, ან უკვე გახდა კიდევაც, ან რომ ეს მიზიდულობა არანორმალურად ძლიერია და ესეც მას ძალიან აშინებს. Ცხრიანი თასები პირველი არკანიც არის, ფიქრობს რომ თქვენ ხართ ადამიანი, ვისაც შეუძლია ის დააკმაყოფილოს ემოციურად, ხო გრძნობს რომ თქვენთან ურთიერთობა სიამოვნებს, შინაგან სიმშვიდეს და ბედნიერებას უკავშირებს თქვენთან ურთიერთობას. ამავდროულად შესაძლებელი ამ არკანით გრძნობდეს პიროვნება, რომ თქვენ მიხვედრილი ხართ, საერთოდ ზოგადად მიხვედრილი პიროვნება ხართ და ძალიან კარგად იცით საკუთარი ღირებულება, საკუთარი თავისფასი, ანუ საკუთარ ფასს კარგად, ასე ვთქვათ, აცნობიერებთ და არავის დასდებთ საერთოდ ცხოვრებაში. ეს და აი ყველაფერს ფიქრობს ეს პიროვნება თქვენდა და იმპერატრიცა. ნუ ქონდათ თქვენ ხართ მის თვალში ქალი, სიმბოლო მატერიალური და სულიერი ბარაქის, სილამაზის, მიმზიდველობის და ასე ვთქვათ, ქალი, რომელსაც შეუძლია და აქვს უნარი შექმნას მატერიალური სიმყარე და მოკლედ თქვენ ხართ, რა ვიცი, ზექალი მის, ასე ვთქვათ, ფიქრებში და ხედავთ ასე ხო, როგორც დამოუკიდებელ, სრულფასოვან და ღირებულ ქალს გიყურებთ, ხო, რომელიც არავისია დამოკიდებული და ფლობს საკუთარ ძალას და იცის როგორ გამოავლინოს ეს ზუსტად თავისი ეს ძალები სინაზით, ქალურობის ქალის ეტალონი ხართ, მოკლედ მის თვალში შემოკარგებო. სულ ესეთი იყო ჩვენი გაშლა. ჩავეტიეთ ხოთაშორის 7 წუთამდე, შვენიერი. ეს რაღაცას ფიქრობთ თქვენც მე ჩაფიქრებული პიროვნება თქვენზე. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ენერგობალანსისთვის და ლაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი გვერდი და არც კომენტარი დაინანოთ და არც შეგენანოთ კომენტარით ჩემთვის დაწერეთ ყველაფერს გითხოვთ და ძალიან დიდ მადლობას გიხდით ისევ და ისევ თქვენგან წამოსული სიტყვისთვის. ძალიან მიხარია. არ გიგონოთ რომ მელიმეს არ ვკითხულობ. ასევე გეუბნებით იმას, რომ დაბლოკილი მაქვს ყველა სულელური, უზრდელური კომენტარი, ჩემთან ცინიზმი, ჩემთან უზრდელობა, გინება და ასე შემდეგ არ შეიძლება ჩემს არხზე. დაივიწყეთ, ვინმეს გაგიჩნდებათ ამის, ასე ვთქვათ, აზრი, რომ დაწეროთ რამე სისულელე, იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი იბლოკება და უბრალოდ წერთ და ტყუილად მიიღლით თითებს და თით უკევს ჩემო ლამაზე. კარგად იყავით, დაგეშტობებით, გისურვებთ მშვიდობას, სოლიდარობას, ჯანმრთელობას და ყველაფერს საუკეთესოს ცხოვრებაში. კარგად იყავით.